როცა ვანაობას ვერ ფასო. დაიწყარი მურავას და იბედნები და ეს წიგნებია. დეტალურად შემდეგ გეტყვი რა წიგნებია. დილაცა გამოდის. უკაცრავად ქალაქის მერი ვირუსებით იგი არის ძალიან და დიდი ბოდიში. ანუ გადაწყვეტა ქალაქისთვის მმართველობა ხელოვნების საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებამ, რომ ანასთვის დღეს ამავდროულად უნდა ბატონიშვილთას განმარტები რჩება არა მარტო ჩვენი ქალაქისთვის, მთლიანად საქართველოსთვის, იმიტომ რომ ვირუსი შეპარო. და აი ეს მოგდება რაც შეუძლიათ და მე მეგეწყვით მე რა შეუძლია. ხო, ეს არის ბაკურიანში საზაფხულო და შეგვიძლია ამ ჩავსვათ და წავიდეს და იმ თანაის თანატოლებთან ერთად გაატაროს რამოდენიმე თა სწავლა მართოთ. გადაწყვეტა პრობლემაა. სურვილი არის და ანუ ქალაქის თვითმმართველობა ერთიანების მართველი ვარ და ჩვენი არის სკოლის გარეშე დაწესებულებები, ანუ სამხატვრო სკოლა, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე, მუსიკალურები, სადაც არის საბიუჯეტო ჯგუფები და სადაც ფასიანი სწავლა, ანუ ჩვენ თქვენ რომელიც არის მისი გატაცება. სამხატვრო სკოლაში დიახ, ხო. იმაში ანუ ჩვენ თავაზობთ რამდენიმე სპეციალობაზე შემიძლია მე ანის 2009 წელს მომხდარი შემთხვევა მემორიალის აფეთქებისას ორი უდანაშაულო ადამიანის დედაშვილის დაღუპვა იყო და დღემდე რჩება ჩვენი ქალაქის და არა მარტო ჩვენი ქალაქის ტრაგედიად რა თქმა უნდა სხვა მსგავს შემთხვევებთან ერთად და ასეთი ოჯახების და ასეთი ადამიანების და ვიწყება ისინიც ვინც აღარ არიან და ვინც დარჩნენ არ შეგვიძლია ჩვენ ქალაქის თვითმმართველობასთან ერთად კულტურულ სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებამ გადაწყვიტა დღევანდელი დღე ანაობა მიელოცა ოჯახში დარჩენილი ერთადერთი შვილისათვის ანა ჯინჭარაძისათვის რომელსაც იმ დღეს იმავბეთით დღეს დაიღუპა დედა და და რა თქმა უნდა მათ მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება ქალაქის თვითმმართველობიდან და მე როგორც გაერთიანების ხელმძღვანელმა შევთავაზე მისთვის სასურველ ნებისმიერ სპეციალობაზე სკოლის გარეშე დაწესებულებებში ანუ კულტურულ სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ნებისმიერ ფილიალში სადაც კი ისურვებს ანა გაუწიოთ დახმარება და ისწავლოს და მიიღოს მისთვის სასურველი დამატებითი განათლება ეს იქნება სამხატვრო სკოლა მუსიკალური სკოლა თუ ასე შემდეგ დღეს მას ასევე გადავეცეთ წლის საუკეთესო გამოცემები ჩვენი ქალაქის კულტურის სამსახურის მიერ წიგნების მთელი შეკვრა რომელიც მას რა თქმა უნდა გამოადგება ვარ ანა ჯინჭარაძე 14 წლის ძალიან გამიხარდა რომ მობრძანდით და აგრეთვე გამიხარდა რომ მივიღე ბანაკში წასვლა და ძალიან მიხარი არის კარგი მადლობა ახლა ჩვენ ვყოფებით ჯინჭარაძეების ოჯახში. ეს ის ოჯახია, რომელიც 2009 წელს მემორიალის აფეთქების შედეგად დაიღუპა დედაშვილი და სწორედ დღეს ანაობა მიულოცეთ გადარჩენილ ბავშვს, რომელიც ქუთაისის მერია მუდმივ თვალთახედვის არეში ყავს ეს ბავშვი. ჩვენ მაქსიმალურად ყველა ახალგაზრდულ აქტივობებში ჩავთავთ პატარა ანას და ხელშეუწყობთ მის აღზრდას და ოჯახს რა თქმა უნდა ხელშეუწყობთ ყოველგვარ მატერიალურად თუ სხვა კულტურულ საგანმანათლებლო ღონისძიებების აქტივობებში ჩასართავად ბავშვს.